ყველაზე საშიში არის კატეგორიული აზროვნება. როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ იგია მართალი და სხვა ყველა ტყუანია, სიმართლეს ხედავს ხოლო თავის თავში, თავის მოქმედებაში, თავის აზროვნებაში. საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება და ეს ქმნის იმ გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისება ადამიანისა, როცა ადამიანს შეუძლია მოსმენა სხვა ადამიანის. უდიდესი დადებითი თვისება ადამიანისა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს იმას, რომ იგი არ იყოს სწორი და სხვა ადამიანის აზროვნება სწორია. აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ მარტო მე ჩემში არ არის ჭეშმარიტება, მარტო მე არ ვამბობ ჭეშმარიტებას, არამედ სხვასაც გააჩნია ღვთისაგან მოძებული ეს თვისება.